კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. ყაზახეთის საქართველოს შავი ზღვის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს ამ სახელით ინგლისურენოვანი გამოცემა The Caspian Post-ის სტატიას აქვეყნებს და ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს მიმოიხილავს. როგორც გამოცემა წერს, ასტანაში ყაზახეთმა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. სტატიაში ნათქვამია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საიმედო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად შეაფასა. თავის მხრივ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების პოტენციალზე ისაუბრა. სარეიტინგო სააგენტო მუდისის შეფასებით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყარამა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები, ამასთან დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. სააგენტო რეიტინგზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით, მომავალ წელს კი 5.5%-ით გაიზრდება. ამასთან მოსალოდნელია კვლავ შემცირდეს მთავრობის ვალი და მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-მდე ნიშნულს მიუახლოვდეს. ვინ შეცვლის პეტერ ფიშერს საქართველოში მმართველი გუნდი გერმანიის ახალი ელჩისგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, პეტერ ფიშერი იყო დიპლომატი, რომელმაც საქართველოსა და გერმანიას შორის 30 წლიანი მჭიდრო თანამშრომლობა მიზანმიმართულად დააზიანა. ძალადობის ახალისება და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. საპარლამენტო უმრავლესობა დიპლომატის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევის არაერთ ფაქტს იხსენებს. ის მოგვევლინა ჩვენ რადიკალური ოპოზიციასთან წარმომადგენელი და არა სრულიად საქართველოსთან გერმანიის წარმომადგენელი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად გაფუჭებულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, რაც არის უაღრესად სამწუხარო ფაქტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა, რომელიც გერმანელ და ქართულ ხალხს აკავშირებს, მალევე აღდგება და დაუბრუნდება ამ მაღალ მეგობრულ ნიშნულს. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წარმომადგენელი გერმანიისა საქართველოში იქნება მოწოდების სიმაღლეზე. როგორც წავიდა ზუსტად ბატონი ფიშერი, ისეთი მოღვაწეობაც ჰქონდა, ანუ არანაირი კონტაქტი ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის იყო პირდაპირ წარმომადგენელი ბრიუსელის პირდაპირ აგენტი, რომელიც ასრულებდა დავალებას, იგი არგმობდა ძალადობას არასდროს და პირიქით ახალისებდა ყოველთვის ეს პირდაპირ დარღვევაა დიპლომატიური, ასე ვთქვათ, წესის, ვენის კონვენციის. ადამიანი, რომელიც გარდა დიპლომატიური საქმიანობისა ყველაფერს აკეთებდა, პროცესებზე მიდიოდა, სასამართლო პროცესებზე ძალადობრივი აქციის მონაწილეებს ხარს უჭერდა, აზიანებდა საქართველოს გერმანიის ურთიერთობებს და ასე შემდგომ. კარგია რომ დასრულდა ეს ეპოქა, იმედი გვაქვს რომ ახალი ელჩი ვინც იქნება, მინიმუმ შეასრულებს დიპლომატიურ მისიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენებს უორენ დევიდსონს და ბრაიან ბაბინს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ხაზი გაისვა შუადერეფნის პროექტის მნიშვნელობას და მის ფარგლებში საქართველოს როლს. თამარ ტალიაშვილმა მადლიერება გამოხატა კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლაშა მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე. სუსის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა. Enforcement action alone is not enough.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსაც ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას გაიცნო. სულხან თამაზაშვილმა პირველ მოადგილესთან რონი მესხთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან ერთად ოპერატიული მართვის ცენტრი 112 და საპატრულო პოლიციის სამსახური მოინახულა. დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატის 50%-ით გაზრდას ითვალისწინებს. თავდაცვის სამინისტროს არმიხოლში დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტო გამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მიღებული ჯილდოები გამოიფინა. კვირეულის განმავლობაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვზეიმობთ და მადლობას ვუხდით ჩვენს განსაკუთრებულ მებრძოლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს საქართველოს მსახურებას, შესწირეს იმ მიზნებს, რომელსაც ემსახურებოდა თავდაცვის ძალები, საერთაშორისო მშვიდობას და მათ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაამტკიცეს, რომ ქართველი მებრძოლი არის ერთ-ერთი განსაკუთრებული მებრძოლი. წლების განმავლობაში ქართული სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის უპრეცედენტო მაგალითები დავინახეთ, ჩვენ შევძელით და ის დანამატები, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, 50%-ით გაიზრდება უკვე 1 ივლისიდან და ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. სამშობლოს სამსახურში ქართველი მებრძოლები ყოველთვის განსაკუთრებული სიმტკიცითა და თავდადებით გამოირჩევიან. დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სწორედ ამ ღირსების დაფასების მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა თითოეულ მათგანს ქვეყნის ერთგულებისათვის. ჩვენი მებრძოლების ხარდაჭერა და მათი გვერდით დგომა მუდმივი და მრავალმხრივი პროცესია. თითოეულ მათგანს აქვს სრული თანადგომა, რათა კვლავაც შეძლოს საკუთარი მიზნების მიღწევა და ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა. შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია გამომყევი აჭარაში დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში და რეგიონში იმოგზაურონ. სექტემბრის ბოლომდე კამპანიაში დარეგისტრირებულებს საშუალება ექნებათ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტის შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიას 2023 წლიდან ატარებს. დღეიდან პროექტი გამომყევი აჭარაში ოფიციალურად იწყება. მოუწოდებთ ქართველ ბლოგერებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფებს, ყველა დაინტერესებულ პირს ჩაერთოს პროექტში, იმოგზაუროს აჭარაში, ნახოს ზღვის სანაპირო ზოლი და კურორტები და ამავდროულად იმოგზაუროს მაღალმთიან აჭარაში, გადაიღოს საინტერესო ფოტოები, ვიდეოები, შექმნას პოსტები და გაუზიაროს თავიანთ გამომწერებს და ამავდროულად მოიგოს პროექტის მთავარი პრიზი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის, ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის. რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის რუსთავის ცხოვრების სტილი პირველი სეზონი დახურა. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. პროექტში 30 რუსთაველი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი კურსი უფასოდ გაიარეს და რუსთაველების ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტის შექმნის. ნამუშევრები ახალ ონლაინ პლატფორმაზე რუსთავი ლაივზე გამოქვეყნდა. საუკეთესო კონტენტის ავტორები კი სოციალურ ქსელში მიღებული რეაქციების მიხედვით გამოვლინდნენ. პროექტი ახალგაზრდების განათლების და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მისი მომდენო ეტაპი მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება. პროექტის ფარგლებში 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ კონტენტ კრეატორის კურსი გაიარა, რის შედეგადაც ისწავლეს სტორიტელინგის და ვიდეოს მონტაჟის დაწყისები. დღეს ჰქონდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც პროექტის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ძალიან საინტერესო პროექტი იყო, რუსთავის მერიის ორგანიზებით განხორციელებული. იყო ძალიან საინტერესო თითოეული ლექცია. ყოველ კვირას სულმოთქმულად ველოდით ხოლმე აქ მოსვლას და იმ ცოდნის ნაკადის მიღებას, რასაც ჩვენი ძვირფასი ლექტორები გვთავაზობდნენ. ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება სპეციალური ღონისძიებით მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს სიტყვით მიმართეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების დასასრულს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ პროგრამებსა და დაგეგმილ ინიციატივებს გაეცნენ.
დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება და განათლებული მომავალი თაობა. და ისთვისაც მინდა გადაუხადო კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და უსურვო წარმატება ლაგოდეხელ აბიტურიენტებს. 2026-ს 355-მა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა. ეს შეხვედრა ემსახურება ეროვნული გამოცდების წინ მათი განწყობის ამაღლებას, მოტივაციის შექმნას. დღეს განსხვავებულ ფორმატში ჩავატარეთ შეხვედრა, მომავალ თაობების შეხვედრა გაიმართა, შეიძლება ითქვას და მომავალმა პირველკლასელებმა მიულოცეს მომავალ სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპი. ძალიან ბედნიერი ვარ. ესეთი ღონისძიება გვასტიმულირებს, რომ იმედს გვაძლევს უпростоრად და მოტივაცია არის ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყავთ ცხოვრებაში. სპორტის მინისტრმა ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო ინვენტარი და ეკიპირება გადასცა, რომელიც მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა. შალვა გოგოლაძემ მოინახულა ცენტრალური სტადიონი და ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე დაესწრო შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიწვრთნელ ღონისძიებას. რამოდენიმე ხნის უკან მე მქონდა შესაძლებლობა საქართველოს საპარლამენტო კომიტეტთან ერთად გასვლის ხმაზე მიმიღო მონაწილეობა, სადაც შევხვდით ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს ახალციხეში. შეხვედრის დროს მე მათ შევპირდი, რომ რამოდენიმე ხანში მე მათ დაუბრუნდებოდი ახალი სპორტული ინვენტარი. დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემ ახალგაზრდა სპორტსმენებს და გადამეცა გარკვეული სპორტული ინვენტარი, რომელიც დარწმუნებული ვარ გამოადგებათ მათ იმ დიდ საჩემპიონო გზაზე, რომელიც მათ მომავალში აქვს. ჩვენ ერთად შევხვდით სპორტსმენებს, სადაც გამოიკვეთა სპორტსმენების საჭიროებები. და დღეს ბატონი შალვა თავის გუნდთან ერთად ჩამობრძანდა ქალაქ ახალციხეში. ჩვენ შევხვდით UFC სპორტსმენებს, შევხვდით კარატე სპორტსმენებს, შევხვდით ჭიდაობის წრეს და ასევე შევხვდით კრიფში მონაწილე სპორტსმენებს. ჩამოვიდა სპორტის მინისტრი და დაპირებული საჩუქარი გადმოგვცა. ძალიან დიდი მადლობელი ვართ ყველაფრისთვის. ძალიან დიდი мотиваცია იყო, რომ რაც გვჭირდებოდა მოგვიტანეს ისინი და დიდი სტიმულია ყველა ბავშვისთვის. ახალციხელობა წელს მასშტაბურად და განსხვავებულად აღნიშნა. ახალციხის ციხეზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ღონისძიება. სტუმრებმა მე-12 საუკუნეში იმოგზაურეს. გაიმართა ხრიდოლის მეომრების წარმოდგენა, ძველი ქალაქის ბაზარი, ქართული ასპარეზობები, რაინდ და ორთაბრძოლები და ძველი ავთენტური ქორეოგრაფია. წარმოდგენილი იყო ქართული გალობის კუთხე. ციხის მთავარ მოედანზე კი გრანდიოზული წარმოდგენა მოეწყო. გამოვლინდნენ საპატიო ახალციხელები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ტრადიციად იქცევა და მომავალი წლიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 5 საპატიო ახალციხელი ყავს, დავაჯილდოვეთ მათ და მიულოცეთ ეს წოდება. არაჩვეულებრივი საღამო შედგა. დაფუძნდა ახალციხეში მესხეთში ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც მომავალ წელს გახდება საერთაშორისო და ახალციხე უმასპინძლებს ქრისტიანული მუსიკის შემსრულებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თარიღია ასეთი მნიშვნელოვანი ყველა ქართველისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იმით, რომ პირველად ვარ და აი ამ საოცრებას ვეზიარე. ძალიან ღირსეულად აღნიშნავენ და ეს მხარე არის ეს რაღაცა თავისი უნიკალურობით, თავისი ისტორიული მნიშვნელობით არის მართლა განსაკუთრებული. ასეთი იყო ახალი ამბები. პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.